Talk-show 59 წამი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. დადგა წინასაარჩევნო პერიოდის ის ეტაპი, როდესაც პარტიები საზოგადოებას თავის ახალ წევრებს წარუდგენენ. Როგორი უნდა იყოს პარლამენტის წევრი? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის? რას ნიშნავს პროფესია პოლიტიკოსი და სად ეუფლებიან ამ პროფესიას ადამიანები? პარლამენტის წევრისთვის კვალიფიკაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ რეპუტაცია? შეგვიძლია თუ არა სწორად გავმიჯნოთ პარლამენტის წევრის პირადი და საზოგადოებრივი ინტერესი? ამ და სხვა კითხვებს დღეს ამომრჩეველი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უპასუხებენ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ვნახეთ საქართველოს ბოლო 4 მოწვევის პარლამენტის წევრების ფოტოებით და ვსაუბრობთ მომავალ პარლამენტზე ამ შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ეს არის გადაცემა 59 წამი და დღეს 59 წამის სტუმრები არიან ბატონი გიორგი ლობჟანიძე, მწერალი, მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე, მსახიობი, ბატონი გია მაჩაბელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, დოქტორი და ბატონი თამაზ ვასაძე, ლიტერატორი. დიდი მადლობა სტუმრებს გადაცემაში მობრძანებისთვის. ეს არის 59 წამი, სადაც ვკამათობ წესების დაცვით. კითხვებს 59 წამში ვპასუხობ, თუმცა 4-კაციან ფორმატში გვაქვს შედარებით რბილი წესები. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ დამატებითი 59 წამი აზრის გაგრძელებისთვის, ოპონირებისთვის და ასე შემდეგ და თქვენი წამზომით და მიკროფონით ჩაირთვება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა შეგიძლიათ რადიო უცნობის საშუალებითაც FM 98-სა და 1-ზე. მაყურებელს და რადიო მსმენელს კი შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს კითხვაზე. რას მიანიჭებთ უპირატესობას პარლამენტის წევრის არჩევისას? თუ პარლამენტის წევრის არჩევისას უპირატესობას ანიჭებთ მის მსოფლმხედველობას, მაშინ უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-800-111. თუ უპირატესობას მიანიჭებთ კვალიფიკაციას, ანუ ცოდნას, უნარს და საქმისადმი დამოკიდებულებას, მაშინ დარეკეთ ნომერზე 0800-800-112. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ გადამწყვეტია რეპუტაცია, ანუ საზოგადოების აზრი პარლამენტის წევრობის კანდიდატზე, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-800-113. სხვათა შორის ზუსტად ასეთი კითხვა ჩვენ დავსვით გადაცემაში 59 წამი დაახლოებით 3 თვის წინ, როდესაც პოლიტიკოსები პარტიული სიის შედგენის კრიტერიუმებზე საუბრობდნენ და საინტერესოა რა შედეგებს მივიღებთ დღეს, როდესაც პოლიტიკოსებს საზოგადოების წევრები შეაფასებენ და ჩვენ ორივე ინტერაქტივის შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ. ახლა კი უნდა დავიწყოთ საუბარი ბატონ გიორგი თქვენთან. ზოგადად როგორ შეაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას? ძალიან საღამომშვიდობისა დიდი მადლობა მოწვევისთვის. ალბათ ძალიან რთული შეკითხვაა და რთული შესაფასებელია. საქართველოს პოლიტიკური ელიტა პრინციპში არის ისეთი, ალბათ როგორცაც ქვეყანა იმსახურებს, იმიტომ რომ ეს ხალხი არის ჩვენი არჩეული, თუმცა მე მაინც მგონია, რომ უკეთესი არჩევანის საშუალება იყო ყოველთვის, ვთქვათ, ახლა ჩვენ გადავავლეთ თვალი, კონკრეტულად არც ერთ ადამიანს არ ვერჩი ცხადია, მაგრამ მთლიანობაში ისე რომ ვთქვათ საზოგადოებამ შეარჩიოს თავისი ღირსეული წარმომადგენლები, ალბათ ამისათვის უკეთესი არჩევანი ყოველთვის არის და რაღაცა უშლის ხელს მერე რომ ეს არჩევანი მივიღოთ. დიდი მადლობა. ქალბატონი რუსუდან, ხელისუფლებაში მყოფი ან თუნდაც ხელისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები არის თუ არა ქვეყნის შესაძლებლობების ზუსტი ანარეკლი?
მე მგონი არა, მე მგონი ქვეყანაში და ჩვენ საზოგადოებაში არის საერთოდ უფრო მეტი რესურსი, რომ ვეთანხმები ბატონ გიორგის, რომ პარლამენტში ბევრად უფრო საინტერესო და კვალიფიციური და პიროვნებები იყვნენ და აღმოჩნდნენ და მაინც მგონია, რომ მაინც ბოლომდე ის ხალხი არ ხვდება პარლამენტში, ვინც შეიძლებოდა რომ მოხვედრილიყო. ვისურვებდი მეც რა თქმა უნდა, რომ საერთოდ კი რაც ერი ის ბერიო ნათქვამია და რაც ვართ ჩვენ საზოგადოება, ისეთი პარლამენტი ყავს, ახლა ცნობილ ფრაზებს არ გავიმეორებ, მაგრამ რასაც ვიმსახურებთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, რომელთაც დამოკიდებულება აქვთ ისეთი, რომ აი არ წავა პოლიტიკაში, იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ და პოლიტიკის მიმართ ძალიან ბევრს ალბათ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება და ამიტომ თუ შეიძლება ეს დამოკიდებულება მაშინ ძალიან დიდი მადლობა. ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა. ბატონ გია, თქვენც უნდა გკითხოთ, როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში პოლიტიკურ ელიტას? თვლით თუ არა, რომ ქართველი ერი იმსახურებს უკეთეს პოლიტიკურ ელიტას, თუ თვლით, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა არის სწორედ ის ნაღები, რომელიც ქვეყანამ თავზე მოიგდო და სწორედ ასეთივე იმსახურებს? პრინციპში ვეთანხმები ბატონ გიორგის, მაგრამ მინდა ასე ვთქვათ გავაგრძელო ის, რაც მან თქვა. გავაგრძელო მიზეზი, საინტერესოა მიზეზი და მე მგონია, რომ მიზეზი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება საერთოდ არის დაყოფილი, არა ყავს გამოყოფილი, ასე ვთქვათ, კლასები, თუ ასე შეიძლება ითქვას. ჩვენ ყავს ან ძალიან მდიდარი ხალხი, ან ძალიან ღარიბი. საშუალო ფენა საერთოდ არ არსებობს, მე მგონი და ამიტომ ამდენ პარტია როცა ყავს არა და სულ ყველა ერთსა და იგივეს პირდება, რომ სულ ყველას პენსიებს მოუმატებენ დაუშვათ და რაღაცა ამისთანაც ბუნებრივია ეს იწვევს შეშფოთებას, იმიტომ რომ მესმის რომ სულ ყველას უნდა რომ პენსიები დიდი იყოს, მაგრამ როგორ გააკეთებ ამას, ესაა მთავარი. და ამიტომ მე მგონია რომ ნუ არ ვიცი ეს მე მგონი იცით რაშია საქმე რომ ძალიან კარგი გამოთქმა არის რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი, ესე იგი მე არ მგონია რომ მათ რაღაცა შეუძლიათ განსაკუთრებული გააკეთონ. მადლობთ. ბატონ თამას, თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში მყოფი ან ხელისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ქვეყნის შესაძლებლობების ზუსტი ანარეკლი არის თუ არა? ახლობით არის ალბათ ანარეკლი. ამავე დროს მე მგონი ეს ელიტა შეიძლება იყოს უკეთესი იმდენად, რამდენადაც ჩვენ საზოგადოებასაც შეუძლია იყოს უკეთესი. აქვს პოტენციალი, რომ უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის და ის უკეთეს ელიტას წარმოშობს კიდეც. შესაბამისად, თუ ასე მოხდა. პოტენციალი არის იმისი, რომ პოლიტიკური ელიტაც უკეთესი ყავდეს და ჩვენც უფრო უკეთესები ვიყოთ. სადღაც გარღვევა შეიძლება მოხდეს, შეიძლება სხვა შორის საზოგადოება სულ მოითხოვს პოლიტიკოსებისგან, რომ ისინი მასზე უკეთესები იყვნენ. ფაქტობრივად ამას მოითხოვს. და იქნება ერთხელ გარღვევა მოხდეს კიდეც, ვთქვათ, პოლიტიკურმა ელიტამ საზოგადოებას აჯობოს. ან საზოგადოებამ აჯობოს პოლიტიკური ელიტა და მან მოახდინოს გარღვევა და აი ესეთი ხალხი შემოვიდეს პოლიტიკაში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. უკეთესი იქნება. ამავე თემაზე ბატონ გია, თქვენთან გავაგრძელებთ საუბარს. როგორია საზოგადოების პოლიტიკური გემოვნება? ითხოვს თუ არა საზოგადოება უკეთეს პოლიტიკურ ელიტას? არა მგონია საზოგადოება ირჩევს ამ ხალხს და ალბათ აი რამდენადაც მე ვიცი ძირითადად პოპულარობით იმას შვებიან და როდესაც დაპარაკობენ ამ პარტიას მე არ მესმის საერთოდ როგორ უნდა მივცე პარტიას და რანაირად შეუძლიათ მათ საერთოდ ის დაპირებები შეასრულონ ჯერ ერთი და სულ ყველა ერთსა და იგივეს ამბობს, ამიტომ მე არა მაქვს ასე ვთქვათ არჩევანის საშუალებაც არ მაქვს. მე არ ვიცი ვის მივცე ვინ გააკეთებს ამ საქმეს და ამისთვის ალბათ საჭიროა ისეთი ხალხი რომელიც გამოცდილია უკვე ამ საქმეში და ჩვენ ვიცით ამის შესახებ რომ მას შეუძლია რაღაცის გაკეთება, მაგრამ მე ამისთან ხალხს არ ვიცნობ. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ აყავს სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური ყოველ შემთხვევაში. მადლობთ. ქალბატონ რუსუდან, თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენი საზოგადოების დღევანდელი პოლიტიკური გემოვნება როგორია? როგორ შეაფასებთ? რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას პოლიტიკოსების მიმართ? იცით, აი დავეთანხმები ბატონ გიას, რომ საზოგადოებას უნდა რომ ჩვენი პოლიტიკოსები იყვნენ ჩვენზე კარგები. ერთ პატარა გადახოვა მახსოვს, როდესაც ჩვენ როცა ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, ჩემი პედაგოგი
ლილიოსელიანი გვეუბნებოდა, რომ თქვენ უნდა დადგეთ სცენაზე. სცენა არის 1 მეტრით ამაღლებული ადგილი დარბაზთან შედარებით. დარბაზში ხალხი მოვა დასხდება ის ადამიანები შეიძლება შენზე ბევრად უფრო განათლებულია, ბევრად უფრო სულიერ მაღალ სიმაღლეზეა და რაღაცა შენ უნდა გქონდეს მორალური უფლება იმისი, რომ სცენიდან ამ ადამიანებს რაღაცა უთხრა, რაღაცა უკადაგო, იმიტომ რომ თეატრი სკოლაა, როგორც ილია ამბობდა, ხო? თეატრი ხო არ არის მხოლოდ სანახაობა. თეატრიდან რაღაცა საზრდო უნდა წაიღოს ადამიანმა. შესაბამისად, მსახიობი უკაცრავად, მსახიობი უნდა რაღაცით უფრო მორალური თუ რაღაც პიროვნული უფლება უნდა მოიპოვო იმისთვის, რომ შენ დადგეს სცენაზეო. ხო და ასევე პარალელს გავავლებდი, იმიტომ რომ ძალიან გავს თეატრის ცხოვრება და ეს პოლიტიკა და პარლამენტი ზოგადად ერთმანეთს და აი ასევე პარალელს გავავლებდი ის პარლამენტარები, რომლებიც არის ხალხის რჩეული, აი რამოდენიმე ასეული კაცი, ხო? მთელი ქვეყნის რჩეულები არიან. მათ უნდა გქონდეთ მორალური, პიროვნული პირველ რიგში პროფესიულთან ერთად უფლებაც კი რომ დაარქვას თავის თავს პარლამენტარი და შესაბამისად მე მაინც მგონია რომ საზოგადოებას პირველ რიგში უნდა რომ მათში ხედავდეს, იმიტომ რომ ეს ხალხია რომელმაც ჩვენ კანონები უნდა დაგვიწესოს და ამ კანონებით ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, მე უნდა მათ ვენდობოდე. და მე მინდა რომ ისინი ჩემზე კარგები იყვნენ და აგერ ბატონგიაზე კარგები უნდა იყვნენ და ხა ეგეთი ძალიან ძნელი საშოვნელია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, საინტერესოა ამ სურვილებს რით პასუხობენ პარტიის ლიდერები. საერთოდ ითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ მრჩევლის გემოვნებას და რით პასუხობენ დაუშვათ პარტიული სიის შედგენისას. ალბათ გარკვეულწილად ითვალისწინებენ, ახლა მე თვითონ პარტიული სია არასოდეს არ შევიდგენი, ამიტომ ამაზე კონკრეტულ პასუხს მე ვერ გაგცემთ, მაგრამ უბრალოდ აზრი რო გავაგრძელო, ჩემთვის მაგალითად, როდესაც მე როგორც ამორჩეველი მივდივარ საარჩევნო ყუთთან და რაღაცა გარკვეულად ხმას ვაძლევ, აუცილებელია ადამიანს, როდესაც ვირჩევ, ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, იყოს განათლებული და იყოს ზნეობრივი. ოღონდ ზნეობრიობა მე არ მინდა გაიგოთ ძალიან ვიწრო ან მისი როგორ გითხრათ პროვინციული გაგებით, რომ ახლა სულ არ მაინტერესებს ვთქვათ ხორციელ ურთიერთობაში ვინ არის. ზნეობრიობა ვისთან. ზნეობრიობა ჩემთვის გულისხმობს გარკვეული კრიტერიუმების ან გარკვეული მორალური მყარი პრინციპების ქონას ადამიანში და როდესაც ეს ადამიანი თანამიმდევრულად მისდევს ამ მორალურ პრინციპებს და არსად არ დაარღვევს არც ერთ შემთხვევაში. აი ეს არის მთავარი. თუ ამ კრიტერიუმების მიხედვით, ამ ორი კრიტერიუმის მიხედვით ვიმსჯელებთ, ძალიან ცოტა დაგიმატებთ დროს თუ გააგრძელებთ საუბარს. გავაგრძელებ ერთი წამით დავასრულო აზრი. ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ჩემთვის პირადად ამ კრიტერიუმებს ჯერ ერთი არ არის შესაბამისი განათლება ხშირ შემთხვევაში და მე არ არის სწორედ აი ესეთი ზნეობრივი ნიშა, რომელიც გულისხმობს თანამიმდევრულობას, რაც საერთოდ ალბათ ზოგადად ქართველებს გვაკლია, არ ვიცი. დიდი მადლობა. არ არის შესაბამისი განათლება და ზნეობრივი ნიშა. ეს არის თქვენთვის ორი მთავარი პრიორიტეტი. ბატონ თამაზ, როგორ ფიქრობთ, როგორი ადამიანია საქართველოში დღეს კონკურენტუნარიანი პარტიული სიის სათავეში მოსახვედრად? სათავეში? სიაში თუნდაც, უბრალოდ კონკურენტული ბევრი მომენტია ალბათ. საინტერესოა პირველ ათეულში როგორ არჩევენ ადამიანებს. თქვენი გადმოსახედიდან როგორი ადამიანია კონკურენტუნარიანი? ალბათ ფიქრობენ ხოლმე, ზრუნავენ იმაზე, რომ უფრო ეფექტური ადამიანები შეარჩიონ, სხვადასხვა ნიშნით ეფექტური შტაბ-შტილების მომხდენი ადამიანები. სირად ამას ახერხებენ კიდეც, განსაკუთრებით პირველ ათეულში. შეიძლება ეს ხდებოდეს. რა ვიცი. ეს სათქმელია. ბატონო გია. გისმენთ. საერთოდ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ამომრჩეველი მაინც შეიცვალა თანდათან. უფრო სკეპტიკური გახდა, სხვათა შორის და მკაცრი შეფასებისას. აი კონკურენტუნარიანებად კი უფრო ეფექტურები შეიძლება ითვლებოდნენ, მაგრამ აი საზოგადოება როგორ აფასებს მას, ეს უკვე სხვა საკითხია და დღეს უკვე ქართველი ამორჩეველი ძალიან სკეპტიკურია. სხვა შორის არის ძალიან საინტერესო მოსაზრება არსებობს ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსის ორტეგა y გასეტის. თუ შეიძლება ცოტა. ის ამბობდა, რომ აი საზოგადოება დემოკრატიისთვის მომწიფებული ხდება მაშინ, როდესაც ადამიანების მასა ხდება ფსიქოლოგიურად გამჭრიახი. ანუ ადამიანები
არა ერთეულები, არამედ მთელი საზოგადოება უკვე ცნობს კარგად ადამიანებს. შეუძლია ამ ადამიანების მოტივაციის ამოცნობა, ძნელად ტყუდება, ძნელად ქმნის უკვე ის კერპებს. ანუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რეალისტი ხდება. შეიძლება ჩვენ ახლა უკვე ამ ეტაპს უახლოვდებით. აი ქართული საზოგადოება კაცრი და უფრო სკეპტიკური ხდება. იმ პირველი ათეულის მიმართაც. თქვენც თვლით ბატონო გია, რომ ქართული საზოგადოება ფსიქოლოგიურად გამჭრიახი და პოლიტიკურად უფრო მომზადებული ხდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. კი, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ოპტიმისტი ვარ შეიძლება, იმიტომ, მაგრამ გონია რომ საერთოდ იმის მერე რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და დავრჩით მარტო, იმის მერე ჩვენ გაუთავებელი პრობლემები ქონდა ომი და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველი შემდეგი არჩევნების შემდეგ ყოველთვის უკეთესი და უკეთესი ყავდა და რაღაცა კეთდებოდა. პროგრესი ნამდვილად ეტყობა და ძალიან მოკლე ხანში გავიარეთ ის, რაც ევროპამ გაიარა 100 წლების განმავლობაში და საზოგადოება ნელ-ნელა ყალიბდება. ამიტომ ვეთანხმები თქვენს რომ ასეთი არის ის, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა ამჯერად მე მგონია რომ ძირითადად აქ ხო ამორჩეველზეა ლაპარაკი და ამორჩეველი ვის აირჩევს? ის, ვინც უფრო პოპულარულია და ამიტომ საერთოდ პარტიების პოპულარობა ალბათ პარტიაში ესე იგი ერთ კაცს ან ორ კაცს ვიცნობ და მგონია რომ ესენი კარგები არიან. მაშინ რატო უნდა მივცე დანარჩენებს ხმა ეს აღარ მესმის. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო რუსუდან, მაღალი კვალიფიკაცია თუ კარგი რეპუტაცია, თქვენი აზრით რომელია უფრო მნიშვნელოვანი პარლამენტის მომავალი წევრისთვის? მე მაინც გონია რომ რეპუტაცია გამომდინარეობს იმ კვალიფიკაციიდან. ხო და რეპუტაცია რისგან ექმნება ადამიანს? მისი დაუშვათ ქმედების მიხედვით იქმნება მისი რეპუტაცია და ეს ქმედებები, როგორ მოღვაწეობა მისი პარლამენტში ქმნის სწორედ მის რეპუტაციას, ასე რომ მე მგონი რომ მაინც კვალიფიკაცია, ოღონდ კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა ვგულისხმობ ისევ ზნეობრიობას, აგერ როგორ ბატონი გიორგი ბრძანებდა და პროფესიონალიზმს და საქმისადმი დამოკიდებულებას, ღირსეობას და ცოტა რთული თამასაა ჩემთვის ეს კვალიფიკაცია, მაგრამ ალბათ მაინც უფრო კვალიფიკაცია, იმიტომ რომ რეპუტაცია კვალიფიკაციიდან გამომდინარე იქმნება. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, თქვენი აზრით საქართველოში საკმარისია თუ არა კვალიფიკაცია, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნას, უნარს, საქმისადმი დამოკიდებულებას, აზნეობრივ ასპექტს მოიცავს ასევე იმისთვის, რომ პოლიტიკოსი წარმატებული იყოს? არ არის საკმარისი რასაკვირველია, თუმცა საფუძველია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი თუ კი თავის სპეციალობაში, კონკრეტულ სპეციალობაში არის წარმატებული, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის უნარიანიც არის, ვთქვათ, შესაბამისი გარჯაც შეუძლია იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია, რომ პიროვნებას ჰქონდეს გარკვეული მასშტაბი, იცით, ესე იგი, თუ არ არის მასშტაბური პიროვნება, ის ძალიან ძნელია პარლამენტში გამოჩნდეს. იცით რა, ალბათ დაისმება შეკითხვა, რომ რა არის ზოგადად პარლამენტი, რას მოელის ხალხი პარლამენტისაგან. რასაკვირველია, ეს კანონშემოქმედებითი ორგანოა, რომელსაც ვთქვათ კანონებს ვიღებთ ქვეყნის განვითარებისათვის, მაგრამ ამავე დროს ის არის ხალხის მისწრაფებების, სურვილების გამომხატველი და თუ შეიძლება და პარლამენტარი უნდა იყოს ამისი შესაბამისი ადეკვატურად გამხმოვანებელი. ხალხი რას მოითხოვს პარლამენტარისაგან, მე როგორც ვუკვირდები, ასე ვთქვათ, მოითხოვს სწორედ იმას, რომ ხალხთან იყოს და ჩვენთან პირიქით ხდება, როგორც კი აირჩევენ ადამიანს პარლამენტში, ის რაღაცა თითქოს ზღუდეს იშენებს ხალხსა და საკუთარ თავს შორის რაღაცაირად კომფორტულად მიაჩნია თავი. ამიტომაც ძალიან ბევრი საკითხი ებმება ერთმანეთს, როცა მომავალ პარლამენტზე და საერთოდ პარლამენტარიზმზე და პარლამენტზე ვფიქრობთ და ეს ყველაფერი მე მგონი უნდა გაითვალისწინოს იმან, ვინც სიებს შეადგენს მომავალ პარლამენტში თუ ვინც მაჟორიტარული წესით იყრის გენს. ეს არის და დანარჩენი იცით რა არის, ყველაფერი აუცილებელია, ყველა კომპონენტს შეიძლება კონდეს თავისი შეუცვლელი დანიშნულება, როდესაც ამა თუ იმ ადამიანზე ვლაპარაკობთ. დიდი მადლობა. ბატონო თამას, თქვენი აზრით, თქვენი გადმოსახედიდან რა ფაქტორები აყალიბებს პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ავტორიტეტს? პოლიტიკურ ავტორიტეტს ცხადია ბევრი რამ აყალიბებს. მე უფრო აი ჩემ სუბიექტურ დამოკიდებულებაზე გეტყვით, აი შეფასების ჩემებურ კრიტერიუმებზე.
გიორგისაც მინდა შევეხმიანო ეს ნეოპრივი მომენტი კვალიფიკაციასთან ერთად. სხვა შორის აი თვალსაჩინო რომელიც ახსენა გიორგი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ პარლამენტარი იყოს ფართო თვალსაჩინოს მქონე ადამიანი. რომ მან იცოდეს ისტორია, წარსული, არა მარტო თავისი ქვეყნის, მთელი კაცობრიობის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის იცოდეს რა სამყაროში ვართ დღეს, საით მიდის ეს სამყარო, რა ტენდენციებია. ამაზე მას უნდა მქონდეს ძალიან კაფიო და გააზრებული წარმოდგენა. გარდა იმისა, რომ თავის პროფესიაში ის უნდა იყოს ძალიან კომპეტენტური. ამას ყველაფერს დავუმატებდი, ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ის თუ აი როგორ ვთქვათ, რამდენად ჰუმანური ადამიანია პარლამენტარი. ეს შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს. სხვა შორის არ არის მთლად ადვილი დასადგენი ყოველთვის და ყოველთვის შეიძლება ამაში შევწდეთ. მაგრამ ამაზე ყოველთვის მე მგონი უნდა ვფიქრობდეთ. აი კაცთ მოყარე ადამიანია თუ სიძულვილით ახსავსე, ბოღმით ახსავსე, ძულს ადამიანები თუ უყვარს ადამიანი. საბოლოოდ ამომრჩეველიც აი ამას აფასებს. შეიძლება პარლამენტარმა პრაქტიკულად ბევრი ვერაფერი შეძლოს, მაგრამ ამორჩეველი ყოველთვის გრძნობს ეს პარლამენტარი შინაგანად მისთვის უცხოა, მისთვის ამ პარლამენტარისტვის გულგრილია ამ ადამიანის ბედი თუ გულგრილია ამ ადამიანის ბედის მიმართ თუ არ არის, გულისხმიერია ის როგორც ადამიანი თუ არ არის, აი ჰუმანურობის მომენტს, ჰუმანურობის კრიტერიუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ამ ხრივად ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ხოლმე ჩვენ პოლიტიკოსებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გია. თქვენც უნდა გვიპასუხოთ ამ კითხვაზე. დავიწყეთ კვალიფიკაციით, რომელიც საქმეს უნარს, საქმისადმი დამოკიდებულებას მოიცავთ. გადავედით რეპუტაციაზე, რომელიც საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსზე არსებულ აზრს რეპუტაციას ქმნის საზოგადოების აზრი ამა თუ იმ პოლიტიკოსზე. ბატონმა გიორგი ახსენა ზნეობრივი მომენტი. ბატონმა თამაზმა თვალსაჩინო თანამედროვეობა, ჰუმანურობა. თქვენ რას დაამატებთ, რომ თქვათ, რომ პარლამენტის წევრი თქვენთვის არის მისაღები? დავუბრუნდები იმას, რაც ბატონმა გიორგიმ თქვა უკვე იმის შესახებ, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მივდივართ ისევ იმ პრობლემასთან, რომ ისევ განათლებასთან, განათლების პრობლემა არის ერთ-ერთი უმთავრესი. ეხლა რატომ იყო ასეთი წარმატებული პოლიტიკაშიც და სხვაგან იგივე ინგლისი? იმიტომ რომ დაწყებული მე-11-12 საუკუნიდან უნივერსიტეტები ჰქონდა და საუკუნეების განმავლობაში ისინი იყვნენ ორი, კემბრიჯი და ოქსფორდი, არაჩვეულებრივი უმაღლესები, რომლიდანაც შემდეგ წარმოიშვა ეს ელიტა და ამიტომაც განვითარდა ეს ყველაფერი. ჩვენთან სკოლები არ ვარ და ამიტომ ჯერ მოსავლელია ეს არის ერთ-ერთი მთავარი რაც საჭირო არის იმისთვის რომ საზოგადოება ჩამოყალიბდეს და ყველანი ამბობენ რეფორმა და ამ რეფორმების შედეგად სულ ინგრევა ყველაფერი. ადრე იმ საბჭოთა კავშირის დროს ასეთი იყო თუ ისეთი იყო, ყოველ შემთხვევაში მასწავლებლებმა თავისი საგნები იცოდნენ და ეხლა ყველა იჭრება. თქვენ თვლით, რომ პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ავტორიტეტს განაპირობებს არა მხოლოდ კვალიფიკაცია და რეპუტაცია, არამედ პირველი და ამოსავალი არის განათლება. ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგაც სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ, უნდა შევისვენოთ რამდენიმე წუთით და ისევ ვისაუბრებთ პარლამენტის წევრის შერჩევის კრიტერიუმებზე საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად. დროებით. 59 წამის სტუმრებთან ერთად პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. რას მიანიჭებდით უპირატესობას პარლამენტის წევრის არჩევისას? თუ პარლამენტის წევრის არჩევისას უპირატესობას ანიჭებთ მსოფლ მხედველობას, მაშინ უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-800-113, ხოლო თუ რეპუტაციას 0800-800-111, ხოლო თუ თქვენთვის პარლამენტის წევრის არჩევისას მნიშვნელოვანია კვალიფიკაცია, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-800-112. სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ პარლამენტის წევრის არჩევის კრიტერიუმებზე. ბატონ გიორგი, თქვენ ალბათ იცით, რომ ყველა ქვეყნის პარლამენტში არსებობს პოლიტიკოსების სამგვარი დაჯგუფება. ერთი არიან ეგრეთ წოდებული ვარსკვლავი პარლამენტარები, რომლებიც დადიან ტელეეთერებში და მათ საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მეორე დაჯგუფება არის ეგრეთ წოდებული შუარგოლი, რომელიც კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა, მათ აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, გამორჩეული უნარები და საქმისადმი გამორჩეული დამოკიდებულება, რასაც თქვენ ამბობდით. და მესამე დაჯგუფება ეს არის
არის ეგრეთ წოდებული პულსზე ხელის დამჭერი პარლამენტარები, რომლებსაც ასევე ამომრჩეველთან კონტაქტი ევალებათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენს დღევანდელ პარლამენტში ან მომავალ პარლამენტშიც რომელი რგოლის პრობლემა გვაქვს? იცით რა ალბათ რგოლში გვაქვს ყველაზე დიდი ხარვესი? რახან ასე გადანაწილდა ალბათ 100-ია საჭირო, თუმცა მე რომ მკითხო მაგალითად იდეალური შემთხვევა იქნებოდა, როდესაც ვთქვათ ერთ ადამიანში რაღაცნაირად გაერთიანებულია სამივე ეს მომენტი, მაგრამ ემჩნევა ძალიან რთულია. ჩვენ ალბათ სამივე შემთხვევაში გვაქვს გარკვეულად პრობლემა, გამომდინარე იქიდან ვინ ჩანს ჩვენს ტელეეკრანზე, როგორ გვაწოდებენ საკუთარ თავს, ვთქვათ და დღევანდელ კანონშემოქმედებით პროცესს ამაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, გვაქვს პრობლემა, თუმცა შედარებით ნაკლები, იმიტომ რომ თუ არ ჩავთვლით ბუსუსებიან პრეზერვატივებზე საუბარს, ვთქვათ, შედარებით აქტიურად მუშაობს სწორედ კანონშემოქმედებითი რგოლი და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება პულსზე ხელის დაჭერას, ალბათ ყველა მოახერხეს, რომ თავარი ის არის, რომ ჩვენი პრობლემა, რაც ყველა პარლამენტში იყო და მე არ მინდა შემდეგ პარლამენტში დარჩეს, პარლამენტის გაუცხოება ხალხისაგან. წეღანაც მოგახსენეთ ამის შესახებ და იმ დღეს მეგობარმა შემახსენა ერთი ძალიან კარგი წიგნი ბიზანტიის იმპერიის დაცემის მიზეზების შესახებ. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ბიზანტიის იმპერია დაეცა ორი ძირითადი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ესე იგი კლასებს შორის, აი სწორედ კლასები ბრძანა ბატონმა გიამ, კლასებს შორის კომუნიკაციის პრობლემა გაჩნდა, ანუ მდიდრებმა ზურგიში აქციეს ღარიბებს და მეორე ის, რომ ხალხმა მთლიანად ზურგიში აქცია ტრადიციას. და აი ეს თუ მოიხსნება მიჯნები, ვთქვათ, საზოგადოების ფენებს შორის და უფრო რაღაცნაირი კომუნიკაცია შედგება პარლამენტის წევრებსა, იქნება მუდმივი კომუნიკაცია, არა წინასაარჩევნო, რაღაცა დაპირებები რომ იხვიდე სადღაც ჯგუფთან და იცით რა მე ვიცნობ თქვენს პრობლემას და მე ეს ხალხი დაივიწყო ან დაპირდე რაღაცებს და მე 4 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაგახსენდეს, არამედ მუდმივად ფიქრობდე. ძალიან დასრულდა თქვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა. კაცრავად არ გვაქვს საშუალება 2:59 წამი გამოიყენეთ. ბატონო თამაზ, საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტს რომელ რგოლში აქვს ყველაზე მეტი ან ყველაზე ნაკლები პრობლემა? რაც მე ჩამოვთვალე, ეს არის ვარსკვლავი პარლამენტარები, ესენი არიან შემოქმედების საქმიანობით დაკავებული პარლამენტარები და პულსზე ხელის დამჭერი პარლამენტარები. მგონი ყველაზე უპრობლემო არის პულსზე ხელის დამჭერი, ალბათ, ხო? თუმცა მათ ასევე ამომრჩეველთან კონტაქტი ევალებათ. ხო, არ ვიცი, კი ევალებათ, რამდენად ახორციელებენ ფუნქციას არ ვიცი. ვარსკვლავების პრობლემა არის ყველაზე მეტად, მე მგონი აი ეგ იგრძნობა სასურველია, რომ უფრო მეტი კაფიო ინდივიდუალობები იყვნენ პარლამენტში. სხვათა შორის აი პოზიტიური ნიშნით გამოვარჩევდი პარლამენტის თავმჯდომარეს. ყველაზე ვარსკვლავური დეპუტატი იყო მე მგონი ბატონი დავით უსუფაშვილი. რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლიტიკურად კომპეტენტურია. შესანიშნავად აყალიბებს თავის აზრებს, ხედულებებს, კაფიოდ, გასაგებად, თან ყველასთვის გასაგებად. და ზნეობრივი თვალსაზრისითაც ის არავითარ ეჭვს არ აღწევს მაყურებელში, მსმენელში, ამომრჩეველში ზოგადად. ვარსკვლავების პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. ფაქტობრივად ბატონმა გიორგიმაც იგივე ბრძანა, რომ პროფესიონალ პარლამენტარებში არ არის პრობლემა და თქვენს ვარსკვლავების ნაკლებობას თვლით ამჟამინდელი პარლამენტის ყველაზე დიდ პრობლემას. ქალბატონ რუსტან, თქვენ ადევნებდით ალბათ ტელეეთერით თვალს პარტიებს აქვს წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობა, ასევე განახლებული შემადგენლობის გაცნობა, აი მაგალითად ქართულმა ოცნებამ საგურამოში საკმაოდ ასევე სხვა პარტიებმაც, მაგრამ თავი აქცენტი პარტიის ახალი წევრების გაცნობის შემთხვევაში გააკეთა განათლებაზე. უყურებდით სხვა პარტიებსაც, რომლებმაც ეკონომიკური პროგრამები წარადგინეს, ის პირველი ათეულები და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, ის ახალი სახეები, რომლებმაც ძველმა პარტიებმა ქართულ საზოგადოებას შესთავაზეს, რომელ რგოლს შეავსებს 2016 წლის პარლამენტის შემადგენლობაში? იცით,
უცებ ვიტყვი, იმიტომ მეშინია რომ ჩემ მიკროფონიც უცებ არ ჩაყუნთო სამჩე. ხო და იცით რა არის, აი ვარსკვლავების პრობლემაზე რომ ვლაპარაკოდით, პრობლემა რაშია? ანუ ყავს ვარსკვლავები თუ უნდა ყავდეს ვარსკვლავები? აი პრობლემას როგორ უყურებთ? მე მაგალითად თვითონ სიტყვა ვარსკვლავის მიმართ მაქვს უკვე პრობლემური დამოკიდებულება, იმიტომ რომ ხშირად არის ჩვენ საზოგადოება, რასაც მიეჩვია რომ ვარსკვლავებს უძახიან, ისინი ჩემთვის პირადად სულ არ ნიშნავს მაპატიოს ყველამ, ბოდიშვიხტი ნებისმიერ სფეროში, ხა გინდა ხელოვნებაში, გინდა პოლიტიკაში, ვარსკვლავი ძალიან ადვილი დასაძახებელი ის გახდა სიტყვა და მე მაგალითად მგონია მართლა ვარსკვლავი რასაც ნიშნავს, ანუ რომელიც კი არ ჭყვიალებს არამედ ანათებს, ხო? ასეთი ვარსკვლავები ალბათ უფრო ნაკლები ყავს სამწუხაროდ, უფრო ისეთი, ვინც აი ჩანს, რომელიც აი სულ ჩანს, მაგრამ გააჩნია თავს რითი გამოიჩენს, ხო? მე მაინც მგონია, არ ვიცი, გინდათ ვარსკვლავი დაარქვით, გინდა რაღაცა, მე მაინც მგონია, რომ აი მე მჭირდება პარლამენტში არა ის ადამიანი, რომელიც აი ვიტრინაში დევს ბოდიში, ასე ვიტყვი, არამედ რომელიც საქმეს აკეთებს, აი შრომობს. რომელიც შრომობს, სულ გამოჩნდება და დამანახებს იქ თავს მიკროფონთან რამდენჯერ ჩართო ვიღაცამ როგორი აქტიურა, რამდენად აქტიურა, როგორი აქტიურა გააჩნია. ეს თავისი აქტიურობა საით მიუშვა ყაყანში და ერთმანეთის ძიძგილაობაში თუ საქმის კეთებაში. აი ეს ხალხი მჭირდება უფრო მეტად. რაც შეეხება ახალ სახეებს, მე ახალი სახეები, აი რო გითხრათ ეხა სიმართლე რომ აი ვიჯექი და პროგრამებს უყურებდი, ვაიმე არ ჩაიძიროს. დაგიმატებთ დროს. არ ჩაიძირებ. რო გითხრათ რომ ეხა ვიჯექი და ყველა პარტიის რაღაც ახალ სახეებს იქ მეცადინეობდი, არა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან ისე მომაბეზრეს თავი ამ პარტიებმა, თავისი არჩევნებით და თავისი რაღაც იმეებით და ერთი და იგივე დაპირებებით, პირდაპირ აი მეცინება ზოგჯერ რა, რომ გაახსენდებათ ხოლმე უცებ პენსიონერები და მასწავლებლები ახსენდებათ მაშინ, როდესაც თვითონ უნდათ მერე მოსვლა ხელისუფლებაში და მერე სულ დავიწყებული აქვს და საერთოდაც იცით რა უკვე დიდი ბოდიში ბატონ პარლამენტარებო, მაგრამ ძალიან მოგბეზრდით და ეხლა ძალიან გამიხარდა მე ეს ადამიანები ახალგაზრდები რომ მოვიდნენ კვირიკაშვილმა რომ წარადგინა. აი მარტო იმიტომ გამიხარდა რომ მართლა ახალი სახეებია. იმიტომ რომ ეხლა სხვა პარტიებმა ვიღაცებმა ეს ადამიანები შეიძლება არ ვიცნობ ეხლა მე მათ მოღვაწეობას და რომელ კრებაზე რა თქვეს, მაგრამ მინახავს და ამდენი მინახავს და რა ვიცი ქვეყანა სულ ვარეულობაშია და მინდა რომ ნახო ახალგაზრდები. პოზიტიურად აფასებთ ახალი სახეების შემოსვლას პოლიტიკაში ნამდვილად. ბატონ გიორგი. კი, ჩავიდა. ჩაიძირა. ბატონ გიორგი, თქვენ ადევნებდით თუ არა თვალს, თქვენ სკეპტიკურად ხართ თუ არა განწყობილი ამ ყრილობების, არჩევნო პროგრამების და ახალი სახეების წარდგენის მიმართ, თუ ადევნებდით თვალს და შეგიძლიათ შეაფასოთ არა მარტო ქართული ოცნების, არამედ სხვა პოლიტიკური ძალების ახალი სახეები. როგორ თვლით, ისინი მომზადებულები არიან როგორც მომავალი ვარსკვლავი პარლამენტარები, პროფესიონალი პარლამენტარები თუ პულზე ხელის დამჭერი პარლამენტარები, ალბათ ყველაზე ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში მე რაც ქართული ოცნების ასე ვთქვათ ახალი სახეები ვნახე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი არის ასე ვთქვათ საშუალო რგოლი, რომელმაც უნდა იმუშაოს კანონშემოქმედებაზე, ასეა გათვალისწინებული, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცნობთ, შესაძლოა როგორც ვარსკვლავებს მათ აქვს დიდი პერსპექტივა, მაგრამ იმისთვის რომ ვარსკვლავად ჩამოყალიბდნენ, წინ კიდევ დიდი გზაა. აი განათლებას რაც შეეხება, ყოველთვის უпростоრად ხაზი გაუსვეს იქ, რომ ყველას რაღაცა საუნივერსიტეტო განათლება უცხოეთში აქვს მიღებული, ეს ძალიან კარგია. თუმცა იქვე რაღაცა შეკითხვები გაჩნდა ამ უცხოეთში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებითაც, რომ ხომ არ ნიშნავს ეს ვთქვათ ქართული განათლების უგულებელყოფას. ასე რომ მთლიანობაში რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მე ყოველთვის მივესალმები ახალი სახეების შემოსვლას, პოლიტიკა იქნება თუ სხვადასხვა სფერო, იმიტომ რომ გასაგებია ზოგმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში, მაგალითად ვთქვათ
საპარლამენტო ტრადიციაშიც, მაგრამ ხო სხვებსაც მივცეთ საშუალება რომ დავინახოთ რა შეუძლიათ მით უმეტეს ამასობაში თაობები გაიზარდნენ. ძალიან დიდი მადლობა. თუ გსურთ შეაფასოთ ახალი სახეები თუ ადევნებდით თვალს ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკურ გამოსვლებს, პროგრამებს, ყრილობებს, საინტერესო იქნება თქვენი პოზიციები თუ არა და სხვა კითხვას დაგისვამთ, რომელიც ორი სიტყვით შემიძლია კი ბატონო, გისმენთ. ძიმეშ დაბეჭდილებას ტოვებს ახლად პოლიტიკაში ახლად შემოსული ადამიანების მიმართ რაღაც წინასწარი ნეგატიური განწყობა. მათ შორის ჩემთვის თელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ეგ იყო, რომ უეცრად ყველა რაღაცა დარაზმულებივით აი ამ ადამიანებს შეხვდნენ ძალიან აგრესიულად. რა დააშავა ამ ხალხმა? ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მათ არაფერი არ დაუშავებიათ და პირიქით უფრო იმის ნიშნებია, რომ რაღაცა პოზიტიური გააკეთონ. დახვდნენ მათ როგორც დამნაშავეებს რაღაც. აქ იყო რაღაც დამნაშავე პრეზუმფცია, ესე სიჭარბე, წინასწარ თითქოს რაღაცა მათ დიდი ცოდვები აქვს ჩადენილი. მათ შორის არიან ძალიან სიმპათიური ადამიანები. რომლებსაც ჩემი დაკვირვებით აქვს შესაძლებლობა რომ რაღაცა შექმნან ქართულ პოლიტიკაში. აშკარად არის აი ამისი ნიშნები. არა მარტო ქართულ ოცნებაში, სხვა შორის სხვა პარტიებში ძნელად ჩდებიან სიმპათია. უკეთესობაა, იცით, რაღაცა მთლიანობაში რო შევხედოთ, აი უფრო ახალი სახეები მართლა ჩდება სხვადასხვა პარტიაში და ეს სახეები საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, გონივრული სახეებია და კეთილი სახეებია ხშირად. დიდი მადლობა. ასე შევხედოთ, მე მგონი ჯობია და აგრესიას. ბატონი თამაზი ამბობდა, რომ ახალ სახეებს საზოგადოება დამნაშავებივით დახვდაო. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? არის თუ არა ჩვენს საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ, პარტიულობის მიმართ? ამის მიმართ არის, რასაკვირველია, მაგრამ ახალი სახეების მიმართ რო იყოს რაღაცა დამოკიდებულება, არ მგონია უარყოფითი. არა, მე ვიგულისხმობ საჯარო შეფასება. ხო, ეს ხო საქმე არის. გასაგებია. ხო და რაც შეეხება იმას, პარტიული ცხოვრება ითვლება თუ არა საქართველოში ჯერჯერობით ნეგატიურად. როგორ შეიძლება გქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი, როცა პარტიულობა ჯერჯერობით არ ითვლება საამაყო, ასე ვთქვათ, ადგილად, პროფესიად. და რა სიტყვით ახალი სახეების შესახებ, რომელიც ყველა პარტიამ პარტიულობის შესახებ გინდათ რომ გითხრათ, ხო? მე პირადად თვლი რომ ესენი პარტიები არ არიან, იმიტომ რომ დაირქვეს რაღაცა სახელები და პრინციპში ერთსა და იგივეს ამბობენ სულ და არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ნუ რაღაცა პატარა განსხვავებებია იმაში. პროგრამებში, მაგრამ რასაც გვპირდებიან, რაც მთავარია, არ შეასრულებენ არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. ეს არის. მაგრამ კიდევ მინდა დავამატო ის, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ განათლებულები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭირო არის საქართველოშიც დონე იყოს განათლების მაღალი. იმისათვის, რომ შეაფასონ ის, ვინ არის განათლებული და ვინ არა. მადლობთ. კაპიტან რუსტემ, თქვენ როგორ შეაფასებთ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საზოგადოების მხრიდან მაინც უარყოფითი დამოკიდებულება პარტიულობის მიმართ, ხომ არ მოგხვდებს ეს კომუნისტური პარტიის შემდეგ? როგორ ფიქრობთ, დემოკრატიის დაბალ ხარისხს განაპირობებს ეს ყველაფერი თუ ჯერ არ არის ქართული საზოგადოება მზად იმისთვის, რომ პარტიაში მყოფი ადამიანი პოლიტიკოსი მიიღოს როგორც დადებითი ფიგურა? რატომ არის მაინც ეს განწყობა? მე გეთანხმებით, აი თქვენს კითხვაში უკვე პასუხი რაღაცა წილად იგულისხმებოდა და მე მგონია მართლა ასე პირადად ჩემგან, აი ჩემ თავზე რომ თქვა, პოლიტიკაში წავიდა, უკვე იცით რა, აი რაღაცნაირად არ მომწონს, მაღიზიანებს, მით უმეტეს, როდესაც ის პროფესიონალია და თუ პროფესიონალია თავის საქმეში კარგია, ფიქრობ ხოლმე, რომ აი რა უნდა, სად წავიდა. იმიტომ დამოკიდებულება ეს ყველაფერი მართლა მოდის ალბათ ჩემი აზრით აი საბჭოთა პერიოდიდან. ნუ ჩვენ თაობაში და ეხლა ახალგაზრდებში არ ვიცი როგორ არის. ეხლა მე მგონი ნელ-ნელა ეს ყველაფერი იცვლება და ძალიან კარგია და უნდა შეიცვალოს. ამიტომ რომ როდესაც ჩვენ პირველი მოწვევის პარლამენტი იყო, ეხლა იქ პროფესიონალი პოლიტიკოსი 3-4 ადამიანი იყო, ახლა პროფესიონალიც არა, თავისი ცხოვრების წესით, ხო? და აი ამ მოღვაწე
მოღვაწეობით და მაგრამ აი ეს კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული თანამდებობების მიმართ ესეთი სწრაფვა და რაღაცა ძალიან დიდწილად გამოყვა მე ამ ჩვენ პარლამენტარებს და ძალიან ბევრი ვიცი რომ პარლამენტში იმიტომ რომ იშოვიან რაღაცა პარტიას გააკეთებენ მივენ დასხდებიან მე ხდებიან ის მესამე ნომრები თითის დამჭერები და სხედან იქ არაფერი არ მოეთხოვებათ არის გადასარევად მით უმეტეს მე პენსია ექნება მთელი ცხოვრება სხვათა შორის ესეც ჩემთვის ცოტა ესეთი თემაა რა ვიცი აი პენსიასთან დაკავშირებით და პარლამენტარების პენსიები იცით რა არის მოვა მე მეორე ახალი მთავრობა და აღმოჩნდება რომ იმ პარლამენტს დაუქცევია ქვეყანა და თუ დაუქცევია ქვეყანა რაში უხდით მთელი ცხოვრება სახელმწიფო იმ ხალხს პენსიას არა ჩემი აზრით იცით რა იქნება აი თუ არ იქნება პენსიები პარლამენტარებისთვის და მე მაინც მოუნდებათ პარლამენტში ყოფნა აი მაგითი მივხვდები რომ ისინი ეთყობა მართლა ქვეყნისთვის რაღაცა ზრუნავენ თუ არა და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ იქ რაღაც თბილი ადგილები მოიწყო ზოგმა და ეს გამოყოლილი ეს დამოკიდებულება არის ამის ნამდვილად კიდევ არსებობს თქვენს ბატონი გიორგი, თქვენ როგორ მიგაჩნიათ პარლამენტის წევრობა ნიშნავს თუ არა თავისუფლების გარკვეული წილის დათმობას და ხომ არ არის ეს იმის მიზეზი რომ პარლამენტის წევრობის მიმართ თავიდანვე არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან პარლამენტის წევრი ხდები იმ შემთხვევაში თუ ხარ პარტიული სიით უნდა მოხდე პარლამენტის წევრი თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს და რასაკვირველია ნიშნავს გარკვეულ თავისუფლების დათმობას გააჩნია ადამიანის ცხოვრების წესს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ ხდები პასუხისმგებელი პირი, გარკვეული პასუხისმგებლობები გეკისრება და პირობითობები, რომლებიც უნდა დაიცვა. ეხლა ეს პირობითობები განსაკუთრებით ძნელი დასაცველია ხოლმე და მისაღებია შემოქმედებითი ნატურის ადამიანისათვის, ის ზოგადად ადამიანისათვის, მაგრამ მე არ ამგონია, რომ რაღაც დიდ სირთულესთან იყოს დაკავშირებული და ამის გამო მაინც და მაინც კონდეს ახლა მე რომ მკითხო პიროვნულ კომფორტს ვთქვათ და ჩემი პიროვნული კომფორტი რა არის ჩემი ოთახი სადაც მე ვმუშაობ რაღაცაზე არ ვიცი რის გამო შეიძლება შეველიო ასე ვთქვათ შეიძლება ასე ფიქრობს ბევრიც უბრალოდ დანარჩენი რა გითხრათ ზოგჯერ ცხოვრების წესია სწორედ ადამიანის ცხოვრების წესია სწორედ ის პირობითობები რასაც მისგან ითხოვს პარლამენტარიზმი და პარლამენტში მუშაობა ვიცი ძალიან დიდი მადლობა. ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმებზე ვისაუბრეთ. თქვენი კრიტერიუმები უთხარით როგორც პოლიტიკოსებს, ასევე მაყურებელს. საინტერესოა ბოლოს რომ შევეჯამოთ ასეთი კითხვით. ბატონ თამას, თქვენი აზრით დროს ხომ არ ვუსწრებთ, როდესაც საპარლამენტო სიის წევრებისთვის აი ასეთ მაღალ კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ. ხომ არ არის ჯერ ქართული პოლიტიკური ფონისთვის ჩვენ მიერ დასმული შეკითხვები დიახ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმები ადრე რომ მოვთხოვოთ ქართულ პოლიტიკოსებს. არ მგონია ნაადრევი იყოს თუ ჩავთვალეთ რომ ნაადრევია ის სასურველი დრო არასდროს არ დადგება. უნდა დაიწყოს. მოთხოვნები უნდა იყოს მაღალი. კრიტერიუმები მკაცრი მგონი. რომ რაღაცას მივახციოთ პრაქტიკულად. ყველაფერი ხა სრულად რა თქმა უნდა ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა ჩვენი ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ თუ გვინდა რომ პროგრესისკენ ვიაროთ, მოთხოვნები მკაცრი უნდა იყოს. არის კიდეც მკაცრი. მე მგონი აი გავიმეორებ ჩვენი ამორჩეველი მკაცრი და მომთხოვნი გახდა. თავის არჩევანში, შეფასებებში. გმადლობთ. ბატონ გია, თქვენ საუბრობდით, რომ პირველი რაც პარლამენტის წევრს პოლიტიკოს უნდა ჰქონდეს, ეს არის განათლება. ეს ნამდვილად არის მინიმუმი. ამის იქით მას ძალიან ბევრი სხვა თვისება და უნარი უნდა ჰქონდეს. ამიტომ თქვენც გკითხავთ, იქნებ განსხვავებული აზრი გაქვთ. ხომ არ ვუსწრებთ დროს, როდესაც საპარლამენტო სიის შერჩევისას ამგვარ მაღალ კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ. ესე იგი თქვენ გინდათ რომ თქვენი კითხვების შეფასება გავაკეთოთ თუ საერთოდ კითხულობთ ამას? არა, ზოგადად ვკითხულობთ და თქვენი პასუხებიდან გამომდინარე, რადგან განათლება არის პრიორიტეტი და დღეს ამბობთ რომ დეფიციტია. ეს ჩემი მოთხოვნა არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ესე იქნება. ამორჩეველი ძალიან სხვადასხვანაირი ყავს და ამიტომ ვისაც ირჩევენ, იმას ირჩევენ და გათავდა ეს. ამაზე პასუხი მე არ მაქვს ახლა რომ მეტია ის, რასაც ჩვენ ვთხოვთ, მე მგონი არ არის მეტი. აი დავუშვათ რეპუტაცია, კვალიფიკაცია, მსოფლმხედველობა, ყველაფერი ეს ერთად გაერთიანებული ერთ პარლამენტის წევრში, ხომ არ არის ადრე. არა, რასაკვირველი არა, პარლამენტი მე ესე წარმოვიდგენ წინააღმდეგ შემთხვევაში რა გვინდა მაშინ პარლამენტი თუ ეს პირობები არ იქნება. რომ არ ვუსწრებთ დროს.
ხო ალბათ რა ვიცი ეს მე ვთვლი პირადად ჩვენ ისე ჩამოვრჩით დროს რომ ეხლა ცოტა უნდა გავასწროთ დიდი მადლობა იმავე კითხვით კაბატონო მე ვეთანხმები ბატონ გიას და ბატონ თამას და მგონია იცით რა არის აი როცა ჩვენ მსახიობების სცენაზე გამოვდივართ მაყურებელს აქვს უფლება რომ თუ არ მოეწონება ტაში არ დამეკრას ან პამიდორი მესროლოს ანუ რა ვიცი ისე ასე რომ ჩვენც გვაქვს უფლება რომ მას აქვს უფლება რომ მე მომთხოვოს მაქსიმუმი ხო ეგრეა და ამიტომ ასე და მით უმეტეს ჩვენ ყველას გვაქვს უფლება კი არა ჩვენ ვალდებულები ვართ რომ მოვთხოვოთ და ის ადამიანებიც რომლებიც იღებენ ამ პასუხისგებლობას თავის თავზე რომლებიც მიდიან პარლამენტში და აცხადებენ პრეტენზიას იმაზე რომ მათ შეუძლიათ მართონ ქვეყანა და ჩვენ ისეთი კანონები დაგვიდგინონ რომლითაც უნდა ქვეყანა მიცხოვროს მკეთილინებონ და რა თქმა უნდა მიიღონ ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები რა თქმა უნდა პირიქით მე მგონი არანაირი შენდობა აქ არ უნდა იყოს ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარს დღევანდელ საქართველოში აქვს ძალიან რთული მისია, ის ესე იგი ერთდროულად უნდა იყოს გამომხატველი ხალხის ნების და თან თავისი მთელი მოღვაწეობით იზრუნოს იმაზე, რომ უკეთესი გახადოს ხალხი, ანუ ესე იგი თან გამოხატოს ხალხის ნება, მაგრამ იქითკენ იყოს მოწოდებული, რომ უკეთესი გახდეს ხალხის აზროვნებაც, ხალხის ცხოვრების დონეც და ყველაფერი. თუ ამას შეათავსებს ადამიანი, აი ის იქნება ვარსკვლავიც, კარგი პარლამენტარით ჩემი გაგებით რა საკვირველია და ეს საბოლოოდ წაადგება მთელ პროცესს და რაც შეეხება მოთხოვნებს, მოთხოვნები ნაადრევი არასოდეს არ არის, ეტაპობრივად იგულისხმება, რომ ჩვენ არავის არ ვახრჩობთ, გარკვეული ტრადიციაც უკვე არსებობს და სხვათა შორის არ მინდა ისე დასრულდეს ეს გადაცემა, რომ არ ვთქვა, რომ იმდენი კარგი რაღაც იყო ამ პარლამენტში, ვთქვათ, რომ მე როგორც მოქალაქე შემიძლია ვთქვათ, მადლობაც კი ვუთხრა გარკვეული კარგი რამეებისათვის პარლამენტის თავმჯდომარესაც და სხვაებსაც, კარგ წევრებსაც. ამიტომ ეს ტრადიცია უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი უკეთესი უნდა იყოს. ჩვენ ამისი რესურსიც აგვაქვს და რაც მთავარია, ამომრჩევლის ნებაც არსებობს, რომ იყოს თვითონაც უკეთესი და თავისი რჩეულიც უკეთესი. ძალიან დიდი მადლობა. უნდა შევაფასოთ ინტერაქტივი, იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელსაც ვკითხეთ, რას მიანიჭებს ის უპირატესობას პარლამენტის წევრის არჩევისას და დღეს 59 წამის მაყურებელი 51% თვლის, რომ ყველაზე დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს პარლამენტის წევრის რეპუტაციას. ჩვენი მაყურებლის 37% თვლის, რომ კვალიფიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარლამენტის მომავალი წევრისთვის. ჩვენი მაყურებლის 12% კი ირჩევს მსოფლმხედველობას. ჩვენ გადაცემის ამ თემის დასაწყისში ვთქვით, რომ სწორედ ასეთი ინტერაქტივი გქონდა დაახლოებით 3 თვის წინ, როცა პოლიტიკოსებთან ერთად პარტიული სიის კრიტერიუმებზე ვსაუბრობდით და მაშინ მივიღეთ ასეთი სურათი, რეპუტაცია 51%, კვალიფიკაცია 12% და მსოფლმხედვა 48%. ხედავთ ალბათ, რომ სურათი შეცვლილია 3 თვის განმავლობაში. ალბათ მაყურებელი თქვენს საინტერესო მოსაზრებებსაც უსმენდა. მაშინ მსოფლმხედვა იყო 48%, ყველაზე მეტი, ამ შემთხვევაში კი ყველაზე ნაკლები, ჩვენი მაყურებლის 12% თვლის, რომ მთავარია რეპუტაცია, შემდეგ უკვე კვალიფიკაცია და ბოლოს 12% თვლის, რომ პოლიტიკოსის პარლამენტის წევრის შეფასებისას მსოფლმხედველობას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის, მაყურებლისთვის შევეცადეთ საზოგადოებრივი აზრი გვეჩვენებინა მომავალი პოლიტიკოსების შესახებ თუ როგორი კრიტერიუმებით აფასებენ ისინი პარლამენტის წევრებს. ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით შემდეგ კვირას ისევ GDS-ზე ზუსტად 9 საათზე, სადაც წამზომი კიდევ ერთხელ ჩაირთვება. ნახვამდის.